ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. საღამო მშვიდობისა საქართველოს ულამაზესი ქალაქი რუსთავიდან. დღევანდელი ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ერთ-ერთ გასართობ ცენტრში. დღეს მე მინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც მთელმა საქართველომ თენგოს სახელით გაიცნო და ფაქტობრივად მისი ლექსიკონით საუბრობდა, მაგრამ ახლა უკვე მას როგორც ასიმას ისე იცნობენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვიზე უნდა გესაუბრო დღეს და ვინ იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. მაშასე, ახლა კიდროა წარვადგინოთ გადაცემა მონატრების ფერების სტუმარი, გახლავთ ყველასათვის საყვარელი მსახიობი შოთიკო ნოზაძეა გადაცემა მონატრების ფერების სტუმარი. გამარჯობა შოთიკო, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. გამარჯობა დავით, მადლობა შენო. ამბატიჟე შენს გადაცემაში და წარმატებას გისურვებ. მიხარია რომ დღეს საერთოდ ჩემთან ვართ და ვისაუბრებთ სხვადასხვა თემებზე. შოთიკო, სანამ იქნებოდა თენგო მაზიაშვილი. გადავინაცვლოთ უფრო წარსულში. შენ დაიბადე 1999 წლის 5 დეკემბერს. კი ბატონო. როგორი ბავშვი იყო შოთიკო ნოზაძე? ალბათ ისეთი ბავშვი ვიყავი, როგორც სხვა დანარჩენები, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პერიოდში მოგვიწია ჩვენ ბავშვობა, თუმცა მიუხედავად გაჭირვებისა და მიუხედავად იმ ცუდი მდგომარეობისა, ეკონომიკური მდგომარეობისა, სასიამოვნოდ მახსენდება რა ეს ჩემი ბავშვობა, იმიტომ რომ იყო რაღაცა ისეთი ურთიერთობები, ისეთი კომუნიკაციები ერთმანეთთან, რომ დღემდე აი ესე ნათლად მახსოვს ხოლმე რა, ჩემს მეგობრებთან, ჩემს უბანში, ჩემს მეზობლებთან. რუსთავში დაიბადე, ხო? დავიბადე ხაშურში და გავიზარდე რუსთავში. რუსთავთან ვაკავშირებ აბსოლუტურად ჩემ თავს, იმიტომ რომ აქ დავამთავრე სკოლა და აქ გავატარე უმეტესი დრო ჩემი ცხოვრებისა. როგორც შენ ამბობ ერთ-ერთ ინტერვიუში, გინდოდა გამოსულიყავი ფეხბურთელი და აღნიშნავ იმასაც, რომ თავიდან ბურთი არ გქონდათ და თეორიულად სწავლობდით ფეხბურთს. აი ამ ყველაფერზე რომ გვესაუბრო. 90-იანებს უკავშირდება ქალაქ რუსთავში 25 საშუალო სკოლა იყო, საფეხბურთო სკოლა იყო და აქ სკოლაში დავიწყე სწავლა. რადგან საფეხბურთო სკოლა იყო, პარალელურად თამაშობდით ფეხბურთს. თეორიულად როგორ თამაშობდით? თეორიულად გეტყვი რა, იმიტომ რომ აი ზუსტად მაგას ვეხები, რომ 90-იანებში ისეთი გაჭირვება იყო, რომ ბურთის ფულიც არ იყო ხოლმე რა. მიუხედავად იმისა, რომ გადასახდელიც იყო იქ, რომ დადიოდი ფეხბურთზე, რომ უნდა გადაგიხადა, ხშირ შემთხვევაში არ ვიხდიდით ხოლმე თანხას, იმიტომ რომ არ იყო მაგის საშუალება და ბევრი ბავშვი ისე დადიოდა ხოლმე რა. შესაბამისად იქ რაღაც გვიწევდა ხოლმე 2-3 ლარის დადება 4-4 რაც იყო, რომ ბურთები ყოფილიყო, მაგრამ იყო პერიოდი, როცა არ იყო ეს ბურთები და აი ესე განვიხილავდით ხოლმე რა, რომ ტაქტიკურია, როცა მაგალითად ცუდი ამინდი იყო და სტადიონზე გასვლის საშუალება არ ჰქონდა, დაფაზე განვიხილავდით ხოლმე რაღაც სტრატეგიებს, როგორ უნდა შევუტიოთ და აი ამას გულისხმობდი მაგას არ ვიცი რომელი ინტერვიუ ვიყავ, ისე ხამერასაც გულისხმობ. მოკლედ ეგ იყო, რომ იყო რაღაცა პერიოდი, როცა მართლა არ ჰქონდა ბურთი და ნუ ამ ხერხით ვავსებდით ხოლმე რა. ფეხბურთის პარალელურად შოთიკო შენ იწყებ მუშაობას რუსთავის თეატრში. ახლა გეტყვი რა იყო, რუსთავის თეატრში არ ვიწყებ მუშაობას, უბრალოდ მოვხვდი რუსთავის თეატრში. ანუ პირველი ხელფასი იყო, ასე ვთქვათ, ჰონორარი რუსთავის თეატრში, რომელიც კონვერტით გადმოგცეს. მთელი ინფორმაცია გქონია. კი ბატონო, ანუ 16 სპექტაკლი ვითამაშეთ. დავიწყოთ იქიდან, სად როგორ მოხვდი საერთოდ თეატრი რუსთავის თეატრში, თამაშობდი ფეხბურთს და ჩემი პირდაპირ აბსოლუტურად თლიანად გადართული ვიყავი ფეხბურთის თამაშზე და სხვა მეტი არაფერი არ მაინტერესებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ რაღაც მიტკინე, ლავიწის ძვალი გავიტეხე და მომიწია დასვენება რა ეს პერიოდი და კი შეიძლება და ამ ყველაფერს მე გაგრძელება, მაგრამ ამ პერიოდში მოხვდი თეატრში და რაღაცა ძალიან მომხიბლა ამ ყველაფერმა რა. გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანი, ბატონი ბორის ერისთავი. დღეს აღარ არის ცოცხალი და სონა იყოს და დაიწყება იყოს ის ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან კარგი ადამიანი, იმ ადამიანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ თეატრის სიყვარულში, ესე ვთქვათ, თეატრში მოხვედრაში.
ესე ვთქვათ, მაგ ადამიანმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ მე თეატრი მომეწონა, თეატრი შემიყვარდა რა. ზუსტად მისი დადგმა იყო ერთ-ერთი ხუთკუნჭულა, სადაც მე ვითამაშე ხუთკუნჭულა და თავარი როლი პატარა ბიჭმა, მე-7 კლასელმა და მოგეწონა. პირველი ტაში რო მივიღეთ, აი ძალიან მომეწონა და იმის მერე ვარ მაგ სფეროში რა. და გავყევი და ხან რა იყო ხან. თავიდან არ ფიქრობდი ჰონორარზე, მაგრამ შემდგომ დაგიბარეს. პარალელურად იყო ესეთი ამბები, რომ რუსთავის თეატრი რო გააკეთებდა სპექტაკლებს, გეძახდნენ ხოლმე პატარა ბიჭებს, პატარა გოგონებს, სტუდენტებს და ვაკავებდნენ ხოლმე სხვადასხვა სპექტაკლში და ერთ-ერთი სპექტაკლი იყო, არ ვიტყვი ხა სახელს, ვითამაშეთ დაახლოებით 16 სპექტაკლი. და მაშინ იცი რა იყო, აი არც ფიქრობდით მაგაზე რაღაც ჰონორარზე, რაღაცა ისედაც გიხაროდა და იმდენად სიამოვნებდა, რომ სცენაზე ideki დიდ მსახიობებთან ერთად, რომ შენთვის არაფერს არ ნიშნავდა რა. პირველი გამოიჩინეს ინიციატივა და აგვიძახეს, ვინც ვიყავით, ვინც დავკავდით ამ სპექტაკლში და აგვიძახეს 4 მსახიობი ვიყავით და გადმოგცეს კონვერტებით და კონვერტებში არ ვიცოდი ხა თუ თანხა იქნებოდა და მე დავემშვიდობეთ და გამოვედით სალკე გავხსენით და 8 ლარი და 50 თეთრი იყო 16 სპექტაკლში. სად დახარჯე პირველი ჰონორარი? 50 თეთრიანი, ყვითელი 50 თეთრიანი იყო, ხო გახსოვს სპილენი. კი. აი ეს 50 თეთრიანი რა და რაიც სიამოვნო იყო რა, პირველი ხელფასი იყო და ეს იყო წლების წინ და დღესაც იგივე სიტუაცია ხდება, ნუ რაღაცა 1-20-30 რა. შემდგომ როგორ გრძელდება შოთიკოს ცხოვრება და როგორ დგება შენს მომენტში ჩემი ცოლის დაქალები? როგორ აღმოჩნდი იქ და როგორ დაიბადა პერსონაჟი თენგო, რომლის ლექსიკითაც თითქმის მთელი საქართველოს საუბრობდა? სწავლობდი, მე ერთ პერიოდი შევეშვი ამ საქმიანობას და სხვა კუთხით წავედი საერთოდ მოვკიდე კამერას ხელი ოპერატორიც იყავი კი ვისწავლე რაღაცა გადაღება რა ვიღებდი ქორწილებს ვიღებდი დაბადების დღეს ნათლობებს და ეს შემდეგ რა ნუ ამ კუთხითაც გამიტაცა რა რაღაცა პერიოდი დაახლოებით ალბათ 2 წელი ამ საქმეში გახდით და ჩემი მეგობარი მეუბნება რომ რაღაცა კასტინგია და ხო არ წავიდეთ რა და მე უბრალოდ გავყევი რა, სიმართლე გითხრა. გავყევი, მივედით, გადაიღეს ფოტოები, ჩემი ცოლის დაქალების კასტინგი იყო. რამოდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ესეთი როლია და სინჯე თუ შეძლებდი მისვლას. თენგოს როლი შემოგთავაზეს. დავთანხმდი კი, მივედი, არ ვიცოდი ხა თენგოს როლი იყო, რა იყო, უბრალოდ აი ის აქცენტი, ის მეტყველება, ის შენი არ არის ახლა გისმენ და ხო, ანუ გეტყვი, მივიდე მანდამდე რა, ესე იგი დამირეკა, ამიხსნა სიტუაცია, რომ ეს პერსონაჟი უნდა იყოს ხაშურელი და რამე შეხება მქონდა თუ არა ხაშურთან და უთხარი რომ წარმოშობით ხაშურიდან ვარ, დაბადებული ვარ იქ და ну ეს პირველი ნაბიჯი უკვე საინტერესო იყო და მოეწონათ და მე მითხეს რომ გამოგიგზავნით ტექსტს და სინჯე რომ მოხვიდე და რეჟისორი ნახავს და მე შესაბამისად მოიქცევა რა თუ მოეწონეთ აქტორებს თუ არა და ესე დავემშვიდობებით. ну რა თქმა უნდა დავთანხმდი და მივედი. დავხდა ძალიან ქაოსური სიტუაცია. ზოგი იქით გარბი, ზოგი აქ აი ძალიან ქაოსი იყო მოკლედ რა გეჩქარება, გადაღება გინა, ეხლა თუჩი მე ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა რა სიტუაციაში მოვხდი. თუმცა მე დრო გავიდა, მივხვდი რა რეჟიმში უწოდათ ამ ადამიანებს მუშაობა, იმიტომ რომ ეხლა სერია გადასადები პარასკევი შაბათი კვირა და უნდა მოესწროს გადაღება, მონტაჟი. მოვძებნე ეს ადამიანი ვინც დამიკავშირდა და ვთხარი რომ მე კი მოვედი და აბა რა ვქნა და ცოტა ხანი დაგველოდე გიორგის დაუძახეს ლიფონავა მაგარჩია ლიფონავა იყო კი და სედზე მიდიოდა უნდა გადაიღო რომ არ ვიცი რა სცენა მაგრამ გადასაღებად მიდიოდა და ბარემ ეს ბიჭი აქ არის და მოდი რა შეხედეო რა უთხრა და კი ბატონო შევედით ოთახში ესე გარშემო ერთი 30 კაცი დგას ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი დგას და რაც მქონდა სცენა ის უნდა გაგვეთამაშებინა რა. რა სცენა იყო შეთქო? სცენა იყო ბაქარი და
თენგო რო არიან საგურამოში, აი უკვე მომხდარი ამბავია შერიგდნენ და სუფრის სცენარი, ერთ-ერთი სუფრის სცენარი რა. ის უკვე ნაჩხუბარ, ნაომარ, ყველაფერი სხვა სცენა უბრალოდ სუფრაზე შერიგების სცენაა რა. ჯვარი დაიწერეს თამუნამ და თენგომ, ბაქარიმ და თამუნამ და საგურამოში არიან ერთად რა, ეგეთი სცენა არის რა. რაც მეერე გადავიღეთ ეგ. ეგ უნდა გაგვეთამაშებინა. ბაქარიც იქ იყო თუ მარტო? არა, მარტო მე ვიყავი. იქ ეგ უნდა გაგვეთამაშებინა, უბრალოდ უნდა წამეკითხა რა ტექსტი რა, მეტი არაფერი არის. მოდი ეს არ გვინდაო და მოდი როგორ გაიცნო ბაქარსო ეს მითხარიო რა. აი ხაშურულად როგორ გაიცნო ბაქარს. ეს სიტყვები იყო, ხო, ეს სიტყვები იყო. ბაქარი შენახარ ძმა? ბაქარი შენახარ ძმა? იმე ვარ. ცოტა ხანი პაუზა იყო, რამოდენიმე წამი, 5 წამი, 6 წამი პაუზა და გიორგი всё ეგარიო რა, ნა. ეს ადამიანები ვიც გარშე მოყვავდნენ, იმათვისაც მოულოდნელი იყო, რომ ჯერ დამამტკიცა, მერე რომ გაიაზრეს რომ დამამტკიცა როლზე და მერე ტაში შემოცხეს და რა მოლოცები და მთელი ამბები და აქეთ მერე გამაცნეს, აქეთ გარდერობია, იქით გრიმია, იქით ის არის, იქით მოკლედ ამიხსნეს ყველაფერი და დავიწყეთ მუშაობა და რავი პირველივე სცენებზე ანუ თავად შენ შექმენი გმირი. ხო, ნუ მოეწონა და მე ნელ-ნელა ეხა ეტაპობრივად რაღაცებს ვეკითხებოდი, რაღაცებს მეკითხებოდნენ და ესე ერთობლივად ესე შეიქმნა რა. მაგრამ ეს ძირითადად ეს ამბავი ეს აქცენტი, კილო და ხასიათი და ესენი, რა ვიცი, კიდე ბევრი რაც ამ პერსონაჟს აქვს შინაგანად, ბევრი ისეთი დეტალი შევძინე, რომ გამდიდრდა და ჩამოყალიბდა რა პერსონაჟად, თორე თავიდან რაღაცა სიტყვებით დავიწყეთ და ამ სიტყვებს მე ხასიათი მოვარგეთ და მე ვიზუალი მოვარგეთ, ბევრი რაღაცისგან ასე შექმნით ბიზნესმენი თენგო მაზიაშვილი. ნელ-ნელა შეიქმნა ეს თავიდანვე არ იყო ჩაფიქრებული რა, იმიტომ რომ გადავიღეთ ესეთი ამბავი უნდა ყოფილიყო, 3 სერია უნდა ყოფილიყო, ბაქართან ეჭხუბა, შერიგებოდნენ და მე მთავრდებოდა ეს ყველაფერი რა. და ინერად ეხა ისეთი ემოციები გამოიწვია მაყურებელში და ინერად მოეწონათ და თვითონ ხალხსაც და თვითონ პროდიუსერებსაც და რეჟისორსაც ალბათ გააგრძელეს და აი იმის მერე კი ვარ რა ვიცი. როგორც კი გავიდა ანუ სერიალი ეთერში და მთელმა საქართველომ ნახა თენგო, როგორ გაგრძელდა შოთიკოს ცხოვრება, როდესაც ქუჩაში გამოდიოდა. თავიდან ჯერ ვერ ხვდებოდი მე რა სიტუაციაში ვიყავი რა. ერთ ჩემი მეგობარი არის მაიკო, დამირეკა და მითხრა რომ ხვალიდანო თელი საქართველო გიცნობსო რა. მართლა ეგრე მოხდა რა, რომ გამოვედი ქუჩაში. ნუ თავიდან ეხა ჩვეულებრივად ხო არაფერი ხო ხედავ მზერას, იქ მილს, იქ რაღაცა. ან ეს ის არის ხო? პირველი ფოტო გადავიღოთ და თან მოგწონს ეს ყველაფერი თან. და რაღაცა სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ყურადღების ცენტრში ხარ. პირველ ეტაპზე ესე იყო რა, რომ ძალიან მომწონდა რა ეს ყველაფერი მიხარობდა. თუმცა ამასაც აქვს რაღაცა ისეთი მეორე უარყოფითი მხარე, რომ სხვადასხვა სიტუაციებში ეს რაღაცნაირად ძაბავდა, ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა, იმიტომ რომ ეხლა ყველა გიცნობს იმ პერსონაჟით და ხო არ დავიწყდა ჩემი ნამდვილი სახელი. ხო და მაგას ვამბობ რა ეგ არის რომ როგორც პერსონაჟი ისე გიყურებენ და იმის იქით რომ მე შოთიკო ვარ და მე ჩემი ცხოვრება მაქვს ეგ ნაკლებად აინტერესებს ხალხს რა და ეგ იყო ხოლმე რაღაც უხერხულობის მომენტი რომ მიწევდა რაღაცების ახსნა რომ არ არის ეგრე რა და მიყურებდნენ რომ ესე არ ვლაპარაკობ მიყურებენ რომ ესე არ ვიქცევი და ეგ ტიპი არა ვარ და უკვირდათ რა ანუ რეალობა ეგონათ რომ ეს პერსონაჟი ნამდვილად არსებობს და ესე ცხოვრობს რა და ეს მე ვარ საყვარელი ფრაზა რომელიც დღემდე შემოგრჩა თენგოდან აი ბაქარი შენახარ ძმა არის აი ეგ ამბავი არის რა პირველი სიტყვა ეგ იყო ბაქარი შენახარ ძმა და ეს მომყვება და მომყვება რა ბაქარი შენახარ ძმა იმე ვარ თენგო მაზიაშვილი არის ბიზნესმენი სერიალში შოთიკო ნოზაძეც მეტნაკლებად ითვლება ბიზნესმენად ხო? ხო, მაგრამ ისეთი ბიზნესმენი ვერ გამოვდექი როგორც თენგო მაზიაშვილი. აი საკუთარ ბიზნესზე რო ისაუბრო. გადავწყვიტე წლების წინ დაბადების დღის
ცენტრის გახსნა, ეხლა სადაც ვართ. საკმაოდ ნორმალურად დაიწყო ყველაფერი, თუმცა მე პანდემია იყო კი და პანდემიამ გააჩერა. პანდემიის მერე ვერ ამოვედი ამ მდგომარეობიდან რა, ვერ გავსწორდი წელში ესე ვთქვათ რა, სულ რაღაცა და პანდემიის შემდგომ გართულდა, გაცოცხლება ბიზნესის, ასე. ეს ისეთი ამბავია, რომ ამას ყოველ 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ ჭირდება განახლება და ახალი რაღაცების გაკეთება, თუნდაც რემონტი, თუნდაც მასკოტები, თუნდაც რეკვიზიტები, ძალიან ბევრი დეტალი არის და ამისთვის თანხებია საჭირო და გამომდინარე იქიდან რომ ვერ მუშაობს ისე კარგად, რომ ეს თანხები გადადო, ვიწევს რომ ესე ინერციით და თავისთავად ინახოს რა. და ბევრი დეტალი არის, რომელიც გასაახლებელი და სამატებელი მაქვს, მაგრამ მაგას რაღაცა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ რა. შოთიკო რუსთავი ორში, როდესაც უკვე ახალი დირექტორი მოდის, ჩემი ცოლის დაქალები ქრება ეკრანიდან. შემდგომ უკეკეთდება ახალი არხი, ფორმულა, სადაც იწყება ჩემი ცოლის დაქალების სერიალები და უკვე იქ თენგო აღარ ჩანს. და შენ უკვე რჩები რუსთავი ორზე, აღარ გადადიხარ ფორმულა კრეატივში და უკვე ახალი იმიჯით გხედავს მაყურებელი. ცოტა გაგვიჭირდა ჩვენ ტელემაყურებელს თენგოს შემდგომ ახალი პერსონაჟის მიღება, თუმცა ნელ-ნელა ამასაც მივეჩვიეთ. აი ამ ყველაფერზე რომ მოკლედ გვესაუბრო და შემდგომ უკვე გავაგრძელოთ საუბარი ემიგრაციაზე. ხო, შეიძლება ეხა მაყურებელს აქვს ის განცდა, რომ გუნდი წავიდა, რატო არ გაყვა, რატო არ გავყევი, იმიტომ რომ მაგაზე ძალიან დიდი ამბები იყო რა. რომ მარტო მე არა, იქ ქეთი ხუციშვილი იყო, ზურა ნიჟარაძე იყო, რომელმაც დატოვეს სერიალი და გადავიდა. თვარისა და თენგო რუსთავი ორზე ცოტა განსხვავებული იმიჯით ძნელი ახსაქმელი იყო ჩვენთვის. გასაგებია ყველაფერი, თუმცა მე დეტალებს ვიტყვი, ზოგადად ვიტყვი რა იყო, რომ ეს ჩემი ბრალეულობა არ არის, რომ მე დაუშვათ გუნდს არ გავყევი, იქ იყო რაღაცა ისეთი ნიუანსები, რომლებიც ვერ გავიარეთ, ვერ დავალაგეთ. ვერ შევთანხმდით და მომიწია მე რუსთავი ორში გადასვლა, კომედიაში გადასვლა. კომედიაშიც იმიტომ გადავედი, რომ ჩემთვის გამოწვევა იყო ეს ყველაფერი, მაინტერესებდა, მომეცადა ჩემი ძალები ამ კუთხით და უფრო ალბათ მაგიტო დავთანხმდი რა. თუმცა იმის იქით რომ რაღაცა ლაპარაკები იყო და ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა მოლაპარაკებები რომ მე დავჩენილიყავი სერიალში. თუმცა მე ისევ ბრუნდები და უკვე სერიალში გამოჩდი როგორც რუსეთიდან დაბრუნებული თემი, ხო? დაახურე ეკპირი, თორე შეგეფრინდა კორონა და დოზანაი. როგორ ხარ გოგო? რატო ჩავარდი? რა იყო არ მოგენატრე? თუ სიომორჩა გასვეწყდი და აღარ გინდა სოფლელი ქმარი. რას ბოდა ვერ გავიგე? წახვედი იქ ცხოვრება უნდა ავიწყო და ბორისასთან ერთად გავატარო დარჩენილი ცხოვრება და მე რა ვიცი? ეს ვადევრებდი უყურებდი ხოლმე სერიებს და მაინტერესებდა რა მოხდებოდა. კარგია რომ არ მომკლეს. და რუსეთში გამიშვეს, ისედაც რუსეთთან კავშირები ჰქონდა პერსონაჟს და ლოგიკურიც იყო რომ რუსეთში გაამგზავრეს. ასოციაციაც ესეთი არის რა, რუსთავი ორში გადასვლა, ალბათ რუსეთში წასვლის ტოლფასი იყო რა ამ პერსონაჟისთვის და ეგ ამბავი იყო, მაგრამ როცა რუსთავი ორიდანაც წამოვედით, არ ვიცი მაშინ რა განწყობა იყო რა დამოკიდებულება იყო, ალბათ ფიქრობდნენ რომ მე რაღაცა ქართული ოცნება ვარ და იმიტომ გადავედი რუსთავი ორზე. თუმცა ესე არ არის რა, რუსთავი ორიდან რომ მე ესე რუსთავი მოხდა ისე რომ კომედი შოუს, კომედი ჯგუფიც დაიშალა და რუსთავი ორზე აღარ ვიყავით და გადავედით ფორმულაზე, როგორც გადავედით ფორმულაზე, მე ესე დამიძახეს და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და გავაგრძელე რა. იმის თქმა მინდა რომ მე ვარ მსახიობი და მე შემიძლია მომიწიოს თამაში რუსთავი ორზეც, იმედზეც, ფორმულაზეც, კავკასიაზეც და რაღაცა რიონი ტივიზეც. არა, ეს პერსონაჟი სხვათაშორის ძალიან როცა ცუდ განწყობაზე ვიყავი, ყოველთვის მაგ სკეტს უყურებდი, ანუ ქეთი ხუციშვილთან ერთად.
ნათო ხო ნათია ეგ როგორ შექმენი და ვისე იდეა იყო ძალიან მაგრამ ნათი ვინ არის თონეში რუაცხობს პურსის კაცი ცხობელია გურა მეტყობა ცხობელი ნათო თუ ცხობელი არის მაშინა ბიჯო თუ ცხობელი ხარ მაშინა პური მომი აბა ვა მართლა ცხობელი ყოფილა ესა ეს ყუა მიყვარს ყუა თენგოს შემდგომ პერსონაჟი რომელიც არის მიამიტი ქმარი ეს ნათო ხო ეს იყო ნათია ჩემო პატარა ნათო აი ეგ მეც მომწონს ეს პერსონაჟი სხვათა შორის რა და შენგენ პატარა ნათო როგორ აყალა ნათო სიხარულ ეხა აღარ მახსოვს ეგ როგორ შეიქმნა თუმცა მანა წინა პერიოდს მოვყვები რა მე პირდაპირ ვამბობ რომ გამიჭირდა რა ჩემთვის უცხო იყო რა გარემოში რაღაცა ფეხის მოკიდება რა მე ძალიან მარტივად მეგონა თუმცა სხვა სიტუაცია დამხვდა ძალიან სწრაფად ხდებოდა ყველაფერი რა ორშაბათს სცენარი იწერებოდა სამშაბათს გადაღება იყო და აი ესეთი ამბავი როლების განაწილება რეპეტიცია და აი ძალიან სწრაფად ხდებოდა აი ქარხანა იყო უცბად მე იქ ღამის შოუზე მუშაობდნენ იქ რაღაცა და სულ თლიანი კვირა დატვირთული იყო რა ჩემთვის ესე არის რა ეხა როლს რო გაძლევენ ეს როლი უნდა გაიაზრო დაფიქრდე შეისწავლო ვინ არის რამდენი წლის არის რა უყვარს რა ბევრი დეტალია და სათქონა მაგის დრო როლები გაგეხსნა რა მოვიდა წაიკითხე მოირგე თან უნდა დადგა ხო მოირგე შედი უცბად და ითამაშე აი ეს პერიოდი მე სხვანაირ მუშაობას ვიყავი შეჩვეული მე დაახლოებით ერთი კვირა მაინც უნდა მეფიქრა თუ გინდა რომ როლი შეიქმნას და კარგი როლი გამოგივიდეს და მდიდარი იყოს თავისი ხასიათით ბუნებით მეტყველებით მანერით ყველაფერი ძალიან ბევრი დეტალია უნდა იმუშაო ამაზე რა და ამის საშუალება არ მქონდა იქ და სწრაფად მიწოდა რაღაცები ვერ გამოვიდა დასაწყისში ხა მეც არ მომწონა ჩემი თავი მე ზოგადად კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ და აი რომ მეტყვის ვიღაცა რომ კარგია მე არ მომჯერა ის რომ მეუბნება რომ კარგია მე სადღაც მე უნდა მივხვდე რომ ეს კარგია რა რაც აი დაუშვათ თენგოის შემთხვევაში თუნდაც ეხლა რაც მითხარი ნათოს შემთხვევაში მე კომედიაში ვყავს ჩემი პერსონაჟები რომელიც ძალიან მიყვარს და ფიქრობ რომ რაღაცა დოზით ჩემი სათქმელი ვთქვი რა და გეტყვი ახლა ნელ-ნელა როგორ მივედი მანდამდე ახალი სახე ხარ კომედიაში ახალი ტიპი ხარ და რაღაცა ქონდა რაღაცა გამოხმაურება მაგრამ მაყურებელი მაინც ვერ აღიქვა რა ხო თენგოს მე ცოტა ძნელია ხო ძნელია როცა ამხელა რაღაცა აკეთებ და მე თავიდან გიწევს რაღაცა ახალი პერსონაჟის შექმნა და მე ეს პერსონაჟი უნდა მიიყვანო მინიმუმ იმ დონემდე რა დონეზეც დაუშვათ თენგო იყო მოაწონო და შეაყვარო ხო ეგ არის ეგ ამბავია და ბევრი ის ქონდა რა ქვია შრომა ქონდა ამ ყველაფერში რომ ვცდილობდი რომ რაღაცა მომერგო რაღაცა მეპოვა და ნელ-ნელა დროთა განმავლობაში რაღაცები მოკრე აღმოვაჩინე რომ დავამუღამე რანაირად იღებდნენ რანაირი მიდგომა იყო საჭირო რანაირი სწრაფად უნდა გაგეკეთებინა ეს ყველაფერი ფიქრობ რომ რამოდენიმე როლი მაინც გავხსენი რა ერთ-ერთი არის ეს ნათო გურამი ერქვათ ვარცდები გურამ ხო გურამ მიამიტი ქმარი კი ბატონო და ბოლო ეს ასიმა ხო მიშა ანდღულაძესთან ერთად იწყებ ჯერ და ეხა უკვე ხარ ცალკე ხო ასიმა იყო ასიმაც ჩემი პერსონაჟია სანამ მიშა იქნებოდა ანუ სანამ ასიმა და ჯეკო იქნებოდნენ მანამდე გამოჩნდა ასიმა თუმცა მაშინ ასიმა არ ერქვა აქ არაფერი არ იგეგმება და არ იდგმება რა ანუ იმ წამს ფიქრობ ხო იმ წუთში რაც მოვა თავში აი ხა დავჯდები და რაღაც ნივთების განხილვა მაქვს რა აქ ხუმრობა განხუთვა გაქვს კიდე ხო რაც განხუთვები კი ბატონო და აქ არ უწერთ ხუმრობებს აქ არ უდგამ არაფერს რა იმპროვიზაცია არის სრულიად იმპროვიზაცია რა და მე ესეთი გამოდის და რა ვიცი რო უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს როგორ უნდა გიპოვონ YouTube-ის არხზე ძალიან დიდი მადლობა რომ ამ თემას შეეხე მაყურებელს მინდა უთხრა რომ ამ ეტაპზე მე არც ჩემი ცოლის დაქალებში ვარ, არც კომედი შოუში ეს ყველაფერი დაიხურა, დავჭით ესე
უმუშევრები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა YouTube არხი, სადაც მე ჩემ შესაძლებლობებს რაღაცა დოზით დავამტკიცებდი და ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ახლა ახსენე, ასიმათი დავიწყე, იმხელა გამოხმაურება გამოიწვია ხალხში და 10,000-ობით ნახვაზე ავიდა, რომ რაღაცა ისეთი სტიმული მომეცა და мотивация მომეცა, რომ კიდე რაღაცა სხვა რაღაცებიც გავაკეთოთ. გავაკეთეთ არხი, სადაც მაქვს ძალიან დიდი გეგმები, ჯერჯერობით 100 ეპიზოდები იდება, თუმცა გეგმა სხვა გადაცემასაც, მე სერიალით მინდა რომ შემოვიდე, ნუ ეს ახლო გეგმას რა შეეხება მაგას გეუბნები და მე გვაჩვენებს სიტუაცია რა იქნება რა. და აბსოლუტურად ჩემს შესაძლებლობებს და ჩემს მაქსიმუმს ჩავდებ ამ არხში და შევეცდები რომ მაყურებელი გავახარო, ღირილი მოგვარო და ეს დამძიმებული ცხოვრება ცოტა გაუხალისო რა. თქვენ ახლა ტელემაყურებელი უყურებთ ეკრანზე შოთიკოს YouTube-ის არხს, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამოიწეროთ, ეს ორივეს ნამდვილად გჭირდება. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი არხიც გამოიწერეთ, აი ეს არხიც გამოიწერეთ, ჩემი არხიც გამოიწერეთ და ჩვენ მე თქვენ არხს გამოვიწერთ რომ გააკეთეთ. შოთიკო, ოდესმე თუ დამდგარა ცხოვრებაში ის პერიოდი, რომ გეფიქრა საქართველოსდან წასვლაზე და საკუთარი თავისთვისაც სიტყვა ემიგრანტი გეწოდებინა. ისეთი ძიმე თემა არის. კი, მიფიქრია, თუმცა საბოლოო ჯამში ჩემ თავს მაინც ჩემს ქვეყანაში ვხედავ რა. მქონია რაღაცა გამოწვევა იმის, რომ იქაც ხوار ვცადო, იქ ხوار ნახო, იქ ხوار ჩემი ძალა მოვსინჯო, იქ წავიდე, მოკლედ დავტოვო ქვეყანა, მაგრამ რაღაცა ზებუნებრივი ძალა მაჩერებს და რაღაცა ვერ მივდივარ, არ მინდა, არ მაქვს სურვილი. მიყვარს ჩემი ქვეყანა და რავი ისევ აქ მქონდეს რაღაცა ორი კაპიკი მირჩევნია ვიდრე იქ წავიდე და იმ რიცხვს შეუერთდე ვინც დღეს ჩემი აზრით ძალიან მოწყენილები არიან და დიდ ტკივილს ატარებენ რას ეტყვი ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს მსოფლიოში მიმოფანტული, ალბათ ადგილი არ არის, სადაც ქართველი არ იმყოფება ემიგრაციაში და უცხოცის ქვეშ არ საქმიანობს. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ტკივილი, ეს არ ვიცი რას, აი ამდენი ქართველი ამდენ ქვეყანაში გაფანტული ეს ტრაგედია არის ჩემთვის რა და არა მარტო ჩემთვის, ზოგადად ქვეყნისთვის ტრაგედია არის. ძალიან უყვარხარ ქართველ ემიგრანტებს, თხოვნაც მათგან წამოვიდა რომ იქნებ უფრო ახლოდან გაგვაცნოოთ ან ამ ბოლო პერიოდში რომ აღარ ჩანხარ არც ჩემი ცოლის დაქალებში, არც კომედი ჯგუფში, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა. ისე ვახსოვთ ქართველ ემიგრანტებს პერსონაჟი თენგო, რომელსაც შენ განასახიერებ. რას ეტყვი ქართველ ემიგრანტებს, რომ თენგოს ხმით რა უთხრა, ის კამერაა შენი. მოკლეთა ყველას მოგესალმებით, აქედანა, საქართველოდანა, ძალიან მიყვარხარ და ძალიან გეფერებით. მართალია შორს ხართ, მაგრამ მე მზად ვარ, რომ მაგარი დიდი გრძელი სუფრა გავშარო, დაგიძახოთ სულ ყველასა, ჩამოდით და ერთი მაგრა ვიქეიფოთ მაგის დედაც მოწყალ მაგისი. ქართველ ემიგრანტებო, თენგო სუფრას აშლის და აბად რო აიღოთ ერთი მიმართულების ბილეთი სამშობლომდე. მაგრამ გურამა ცხოველოდება. ხო, გურამასა ერთი რაღაცა უნდა რომ უთხრას იმათან რა, ემიგრანტებსა. ხალხო, ჩემი პატარა ნათია, ჩემი სისარტყელა ნათია წამოვიდა მანდეთა თქვენთანა, რომელ ქვეყანაში ოღონდა არ ვიცი. ხო და თუ ნახეთ, მიმიქციეთ ყურადღება. იმასთან ერთად წამოვიდა, იმასთან ნოდოსთანა, ბიძაშვილთან ერთად იქნება. ხო და მოკლედად ცივინიავი არ მიაკარო თქვენი მეძე ვარ. მადლობა. მოკლედ გურამამ ნათია ემიგრაციაში გაუშვა და ასიმამ კიდე ემიგრანტისგან პასილკა მიიღო. ძვირფასო ემიგრანტებო, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ პასილკები, რაღაცნაირად ბევრი, აქ მე დავალაგებ და გაახუთავ თქვენთან ერთად და ვნახოთ რა საჩუქრები ამოვა. ეს ყველაფერი კი დაიდება ყოველ პარასკევს 21 საათზე. აბა კოჩდით და გეფერებით. და ლაიქი ამის არხი, აი?
შოთიკო გადაცემა, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმენი და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებ და ამ გადაცემაში მონაწილეობას იღებენ თავად ემიგრანტები და ის საყვარელი ადამიანები, რომელიც ქართველ ემიგრანტებს უყვართ, ჰქვია სახელი მონატრების ფერები. ყველას ვეკითხები, როგორი ფერი აქვს მონატრებას? გააჩნია როგორ გენატრება ადამიანი რა. აი იქიდან გამომდინარე რა. ჩემთვის მონატრების ფერი არის სამი ფერი. ეს არის წითელი, ეს არის შავი და ეს არის მწვანე. შოთიკო, თუ აპირებ სამომავლოდ ქართველი ემიგრანტებისთვის გააკეთო საღამო. თუ მათი სურვილი იქნება, მე დიდი სიამოვნებით ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ქალაქში ჩავალ და მოვეფერები. ჩემთვის იქნება ძალიან დიდი სიამოვნება რა. და თუ ამ ჩემი დანახვითაც მათ გამოუკეთებ მდგომარეობას და გავახალისებ და ბედნიერები იქნებიან, აი დიდი სიამოვნებით რა. წლების წინ მქონდა ეგეთი გასვლები რა, ავსტრიაში შევხვდით ემიგრანტებს და რაღაც ძალიან ისეთი ემოცია იყო რა. და სხვანაირი თვალებით გვიმზერდნენ და სხვანაირი სიყვარული იყო და რაღაც დიდი ოჯახივით ვიყავით რა. ძალიან იმოქმედა ჩემზე რა და თუმცა იმასაც ვხედავდი რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ და თუ ინვეს რა ვიცი გაგაბედნიერებთ რა მე მზად ვარ რომ ჩამოვიდე და საღამო კი არა ისე შეგხვდეთ და ისე ჩაგეხუტეთ და ისე მოგეფეროთ რა მოკლედ მაგრად იყავით რა მინდა რომ გამძლეობა გისურვოთ ვიცი რომ თქვენი გული და სული ამ ქვეყანაშია თქვენ ოჯახებშია და ძალიან მალე დაბრუნებულიყავით ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში და თქვენ ოჯახებს ჩახუტებული ყავით რა. ძალიან დიდი მადლობა შოთიკო მასპინძლობისათვის, რომ გამონახე დრო და მიიღე ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და ბოლო კითხვა რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც შევქმენი სპეციალურად ემიგრანტებისთვის. დაინაცვალე ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ და პირველ რიგში მინდა წარმატება გისურვო. მეორე მაყურებელი მინდა გისურვო და ის რა მიზანიც გაქვს ჩადებული ამ გადაცემაში აი 100%-ით შეგსრულებოდეს რა. თუ ჩემი დახმარება იქნება საჭირო და გვერდში დგომა, შენ გვერდზე მიგული, აი მას გეუბნები ხმამაღლა რა. ვისაც არ გააქვთ გამოწერილი გადაცემა მონატრების ფერების YouTube არხი, ხო? შეგიძლია ეხლავე გამოიწერო, თანა დაალაიქო, თანა კიდე გააქტიურო ზარის ღილაკი. რო არ გამოგჩნდეს მეტი სიახლეი. აბა შენიც იმიდი გლიჯე. კიდევ ერთხელ მადლობა შოთიკო, თქვენ დიდ გადაცემა მონატრების ფერებს, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა საქართველოს ულამაზეს ქალაქ რუსთავში. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახლა იმყოფება შოთიკო ნოზაძის გასართობ ცენტრში. მადლობა მას პინძლობისათვის და აქვე თენგო მაზიაშვილმაც გითხრა რომ გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების ფერების ნახვა ასევე შეგიძლიათ My ვიდეოზე და TikTok პლატფორმაზე. შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში და გამოვყევით Instagram-ზე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელმაც დღევანდელი გადაცემა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან დაგეგმა და შოთიკოს რაღაცის თქმა უნდა ხო ლიგიასთვის. ხო რა მინდა რომ თემას მეც შევეხო ქალბატონი ლიგია მოვიკითხო აქედან დიდი სიყვარულით და ქალბატონი ლიგია აუცილებლად ჩაგეხუტები და აუცილებლად გაგიცნობ უახლოეს პერიოდში მე პირობას გაძლევ ამის. მადლობა მინდა გადაუხადო ტურისტულ კომპანია დაგითრევას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობას. გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.